14 სკოლიდან 11 სკოლა იყო გამარჯვებული და განხორციელდა ისეთი იდეები, როგორიც არის მაგალითად მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დემონსტრირება სკოლაში. ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელმეორედ გამოყენების პრაქტიკების დემონსტრირება. ასევე იყო ჰაერის პატარა მიგისადგურის დამონტაჟება სკოლაში და ამაზე შესაბამისი ცნობიერების ამაღლების კამპანია, რადგან მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა შეიძლება გაკეთდეს ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით. მნიშვნელოვანი იყო ასევე პლასტმასას ალტერნატივების და ზოგადად ერთჯერადი მოხმარების ნივთების ალტერნატივების მოძიება და შეთავაზება მოსახლეობისთვის იქნებოდა მრავალჯერადი თერმოსები თუ ნაჭრის ჩანთები. ასე ვთქვათ, კონკრეტული პროექტები იყო, რომლებიც ადგილებზე სკოლაში დარჩება როგორც ინფრასტრუქტურის სახით, მწვანე კუთხეებით შეიქმნა თავისი ინფრასტრუქტურით გულისხმობ მასალებით აღჭურვილი, რომლებიც შემდგომში დაეხმარება ამ ბავშვებს და მასწავლებლებს, რაც მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებზე გააგრძელონ ახალგაზრდებთან მუშაობა. შეიქმნა სახელმძღვანელო დოკუმენტებიც, რომლებიც დაურიგდათ სკოლებს. 5 სახელმძღვანელო შეიქმნა, როგორც ცირკულარულ ეკონომიკაზე, ასევე კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებაზე დაფუძნებულ მიდგომებზე, მდგრად სოფლის მეურნეობაზე და ბუნებაზე დაფუძნებულ მიდგომებზე, რაც სოფლის მეურნეობასთან აქტიურად არის მდგრად სოფლის მეურნეობასთან ბმაში.